ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ საზოგადოება ტექნიკაზე, უპირველესად კი კომპიუტერზე დამოკიდებული გახადა. მიზეზს ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ხსნის. ფსიქოლოგები კი ამ ფაქტს რეალობიდან გაქცევის მცდელობად მიიჩნევენ. რატომ არის ადამიანი მიჯაჭვული აი ამ ქსელებზე? იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს გახლავთ რეალობიდან გაქცევა, რეალური პასუხისმგებლობიდან გასვლა, გაცილებით ადვილია იცხოვრო ვირტუალურ სამყაროში, ვიდრე შეეჩეხო რეალური სამყაროს გამოწვევებს, შეეჩეხო იმ პრობლემებს, რომელიც რეალურად არსებობს. ვირტუალურ სამყაროში პრობლემები გაცილებით ადვილად წყდება, ვიდრე ეს წყდება რეალობაში. ამიტომ ადამიანის ფსიქიკა ისე არის მოწყობილი, რომ ის მაქსიმალურად იცილებს თავიდან ზედმეტ პრობლემებს და ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით, რაც შეიძლება ნაკლები ფსიქოლოგიური რესურსის გამოყენებით, შეიქმნას თავისთვის ილუზია იმისა, რომ ყველაფერი მის ცხოვრებაში რიგზეა. რეალურად ეს ასე არ გამოდის, სულაც პირიქით ადამიანს უგროვდება პრობლემები და სწორედ სოციალურ ქსელებთან გადაჭარბებული ურთიერთობების გამო ხშირია დეპრესიები, ხშირია თვითმკვლელობის მცდელობები, მით უმეტეს რომ იქ არსებობს ბევრი ისეთი ინფორმაცია, რომლისგანაც ადამიანი დაცული არ არის. ინდივიდუალურია ასევე სოციალური ქსელების დანიშნულების გამოყენებაც. მას ადამიანები როგორც დადებით, ასევე უარყოფითი ინფორმაციის გავრცელებისთვის გამოიყენებენ, რასაც ხშირ შემთხვევაში საზოგადოების არასწორად ინფორმირებულობა და შეცდომაში შეყვანა მოსდევს. რაც შეეხება დადებით ხარეს არის ის, რომ შეუძლიათ ადამიანებს ასე გაცხოვონ ინფორმაცია, გაავრცელონ ასე ვთქვათ ნებისმიერი სახის ინფორმაცია და ასე ვთქვათ ეს დაიხმაროს თუნდაც სტუდენტებს, თუნდაც ახალგაზრდებს უფრო ადვილად გახდეს მისაწვდომი რაღაც არის ინფორმაცია. უარყოფით ის აქვს, რომ ვრცელდება ძალიან ბევრი ასე ვთქვათ დაბალი ხარისხის ინფორმაცია, რომელიც არ არის გადამოწმებული, რომელიც მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს. დღეს ადამიანები ინტერნეტ სივრცეს რელიგიური საკითხების შემეცნებისთვისაც აქტიურად მიმართავენ. ზოგი მათგანი ამ ყველაფერს რწმენის გაღრმავებისთვის, ზოგიერთი კი მანიპულაციისთვის იყენებს. სოციალურ ქსელებში ადამიანებს მიუწვდებათ ეულად ხელი ინფორმაციაზე, ეს რა თქმა უნდა არ არის ცუდი, თუმცა თავარი ის არის, რომ რა ინფორმაციას ვაზერებ ჩვენს გონებას, ჩვენს სულს. ამ ბოლო ხანებში სოციალურ ქსელებში ვრცელდება მხოლოდ მიუღებელი ფორმით მოცემული ინფორმაცია სასულიერო პირებზე და შეტევა ეკლესიაზე. გავიხსენებ სალმონის სიტყვებს, 72 სალმონის სიტყვებს. დადვეს სათაშინა პირი მათი და ენა მათი ეთრია ქვეყანასაც ზედა. ანუ გარდასთან ყოველ ზღვარს მათთვის სიწმინდე თითქმის არაფერია და საკუთარი შეხედულებებით, საკუთარი განწყობებით აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს. ველოცებთ ამ ადამიანებისათვის, რათა მათი გული და გონება განმრთელდეს და არათუ ეშმაკის ასპარეზად, არამედ აქციონთავიანთი გული, არამედ ღმერთს დაუთმონ. რელიგიურობიდან გამომდინარე, მე თავ შევიკავებ, რა თქმა უნდა, რომ ამის ახსნა გავაკეთო რელიგიური თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან ხშირად ადამიანი თავის რელიგიურობას გამოხატავს ხოლმე არარეალურად ტაძარში სიარულით, არარეალური სინანულითა და აღსარებით, არამედ გამოხატავს ვირტუალურად ასევე და ესეც გახლავთ რელიგიური პასუხისმგებლობისაგან ალბათ ჩემი აზრით თავის დაღწევის სურვილი და ეს არის უფრო მოკლე და უფრო იოლი გზა ამისათვის და შესაბამისად ეს ნაკლებად გახდება შემდგომში მისი სულიერი წარმატების საწინდარი. ის მიერ და როგორ უნდა მოხდეს ინტერნეტ სივრცის კონტროლი ჯერ კიდევ განხილვის საგანია. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ განთიადის სტუმარს, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოს ბიძინა გუნიას. დაგლოცეთ მამაო. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მამაო, ჩვენ ვნახეთ სიუჟეტი, ვიცით რომ სოციალურ მედიას აქვს ძალიან დიდი როლი მასებზე ზემოქმედების თვალსაზრისით და აქ შეიძლება ნებისმიერი ინფორმაციის ძალიან გაუკონტროლებლად, ასე ვთქვათ, გავრცელება. სამწუხარო ის არის, რომ ბოლო პერიოდში მომრავლდა ვებგვერდები, ინტერნეტ გვერდები, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს დედა ეკლესიას, სასულიერო პირებს და საერთოდ რელიგიას, ჩვენს რელიგიას.
თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მიზეზით შეიძლება აიხსნას ბოლო პერიოდში ასეთი კიბერშეტევები ეკლესიის მისამართით და რამდენად უნდა დაინტერესდეს თვითონ ეკლესია და სახელმწიფოც თუ ვინ დგას ამის უკან? უპირველეს ყოვლისა აღნიშნავდით, რომ 21 საუკუნე შეიძლება მივაკუთვნოთ კიბერომების, კიბერკონფლიქტების, გნებავთ კიბერ ტერორიზმის საუკუნეს. და ესე იგი, რომ სოციალურ ქსელის არსებობამ მის ადამიანებს უფრო ფართო საშუალება ინფორმაციის გაცვლისა. ეს ერთის მხრივ ცუდი არ არის, მაგრამ ცუდია ის, როდესაც ამ ინფორმაციას ორყოფითი მიზნით იყენებენ. აი მარტივად მინდა ვთქვა, რომ გასულ საუკუნეში უდიდეს აღმოჩენათა საფუძველზე მეცნიერება შეძლეს ატომბირთვის გახლეჩა, მაგრამ სამწუხაროდ ეს შემდეგ იქნა გამოყენებული არასწორი მიზნით. ატომბირთული იარაღი შეიქმნა, თქვენ იცით, რომ დღეს მაგალითად თელ მსოფლიოში არის აჟიოტაჟი ატეხილი ირანთან დაკავშირებით, ის ცდილობს ატომური ბომბის შექმნას, ერთის მხრივ, მეორე მხრივ ამტკიცებს, რომ ასე უნდა მხოლოდ ენერგიის მისაღებად. ასევეა კორეასთან დაკავშირებული ამბებიც, იქ ატომბირთული იარაღის გამოყენების საშუალებაც არსებობს. თუ ყოველივე ეს ფიზიკურად მოსპობს სიცოცხლეს, აი ესეთი კიბერომები და სოციალურ ქსელში გადამოუწვეველი ინფორმაცია შეიძლება სულიერად დამანგრეველი იყოს ადამიანთათვის. ისმის შეკითხვა, რატომ ხდება ეს და რატომ არიან ადამიანები ასე მომართულნი? ამის შესახებ წმინდა წერილში არის პასუხი ტიტეს მიმართ ეპისტოლეში არის სიტყვები, რამე თუ ყოველივე წმინდა არს წმინდათათვის, ხოლო შეგინებულთათვის და ურწმუნოთა არ არაიარს წმინდა, არამედ შეგინებულ არს მათი გულიცა და გონებაც. გასაგებია, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელსაც მიესადაგება დიდი შოთა სიტყვები, ავსა კაცსავე სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა. აქედან ესეთი დასკვნა გამოგვაქვს ჩვენ, რომ ბრძოლა ეკლესიის მიმართ მიზანდასახული ბრძოლა ეს საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს სხვადასხვა ფორმებით და ახალი იარაღი იქნა გამოყენებული სოციალური ქსელები. და ეს ჩვენ არანაირად არ გვაშინებს, რადგან ვიცით, რასაც ბრძანებს უფალი იესო ქრისტე, კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ჩემი ჯოჯოხებისანი ვერ ერეოდიან მას. ძალიან ბევრს საუბრობენ ბოლო დროს იმის შესახებ და არავისთვის ეს ახალი და უცხო არ არის, რომ საზოგადოების 80%-ზე მეტი ენდობა ეკლესიას და მაგრამ ღმერთს დღეს ეკლესიას საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი აქვს, ხო? თქვენ როგორ ფიქრობთ, პრინციპში ელენემაც თავის კითხვაში გააჟღერა ეს და კიდევ ერთხელ მინდა გითხოთ, ვინ შეიძლება კონკრეტულად თუ შეგიძლიათ ალბათ გიფიქრეთ ამაზე, რა ჯგუფი შეიძლება იდგეს აი ამის უკან, ვის არ უნდა აწყობდეს ის ავტორიტეტი, რომელიც მე წეგან ვახსენე, ანუ ემსახურება ცხადია ეს ყველაფერი ეკლესიის მაღალი ავტორიტეტის შევახვას და ასევე ემსახურება თუ არა თქვენ როგორ ფიქრობთ საზოგადოების შუაზე გახლეჩვას. რადგან მე პოეზიიდან მოიშველი ციტატა, ვაშაპშაველას ციტატას გავიხსენებ, რომელსაც ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ხშირად გვახსენებს. ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადია ცელობა, ცხოვრადვე მამყოფი ისევე როგორც ამშობდეს მგელობა. სამწუხაროა, რომ ბევრ ადამიანს მგელობა წადიან, აქედან მომდინარეობს ყოველივე ეს. თუმცა ეს მათი არჩევანია. იქნებ სამწუხაროდ მათი ცხოვრების გზაც. ისინი თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ, რადგან საზოგადოებაში კარგად არის საზოგადოება კარგად არის გაცნობიერებული და თავისუფლად შეიძლება ადამიანმა თუ მოინდომებს იგი თეთრი დაარქვას და შავ-შავი. რა თქმა უნდა, მათი მიზნები დესტრუქციულია, მათი მიზნები არ ემსახურება მშვიდობას და მათ კონკრეტულ მიზნებს ემსახურება. უფრო ცხადად ვიტყვი ასე, რომ მათი ცნობიერების ვექტორი შეცვლილია. იგი არ გადის მამულის, ენის და სამშობლოს სიყვარულზე, უფლის სიყვარულზე. იგი არ გადის, ესე იგი, მშვიდობაზე. მათ გარკვეული, ესე იგი, მოქმედების არეალი და ჩვენ ნათლად ჭრებთ, რომ მათი გული და გონება ეშმაკის მოქმედების ასპარეზად აქციეს. ეს ხდება ზოგჯერ გაუცნობიერებლად და ზოგჯერ გაცნობიერებლად კი აი როგორც თქვი, ზოგს უნდა რომ იყოს მგელი. მამო, ალბათ თქვენც გინახავთ, როდესაც ესეთი შეურაცხყოფელი ან ფოტოა თქვათ დადებული ან რაღაც ტექსტი და მე შემდეგ იქ მიდის პოლემიკა და თუ ვინმე
ეკლესიური ადამიანი თქვა ხმას ამოიღებს ეკლესიის სასულიერო პირის დასაცავად. მას ეგრევე დებენ ბრალს თქვა სხვადასხვა ფობიაში, სიბნელეში ადანაშაულებენ, გაუნათლებობაში. ანუ გამოდის რომ ყველაზე დაუცველი არის თქვა ეკლესიური ადამიანი, რომელიც დაცინვის ობიექტი ხდება, მაშინ როდესაც ჩვენ საუბრობთ თქვა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, სიტყვის თავისუფლებაზე. აი ამაზე რა გქონდა? სამოქალაქო საზოგადოება უნდა მიაქციოს ყურადღება განსაკუთრებით სახელმწიფომ, ესე იგი რომ სად იწყება ერთი პიროვნების თავისუფლება და სად იზღუდება მეორე, სად არის თავისუფალი სიტყვა და სად შეურაცხყოფა, სად არის ცილის წამება და შეურაცხყოფელი დამოკიდებული და სად ჭეშმარიტება. ხშირია შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირებს რაღაც პოლიტიკაში ჩართვაში ადანაშაულებენ და ეს არ არის სწორი. საქმე რა შეიძლება რომ მე ადრეს მithქვი ამის შესახებ ყველა ადამიანს აქვს საქართველოში გადაადგილების სიტყვის თავისუფლების უფლება და რა უნდა კონდეს ეს სასულიერო პირს მისი გამონათქვამი არ უნდა აღვიქვათ ეკლესიის პოზიციად. რა თქმა უნდა არა. ეს საკითხები რომელსაც ეხება სასულიერო პირი და ეს არის საერო საკითხები, ეს მისი კერძო პოზიციაა და სრული უფლება აქვს და დააფიქსიროს თავისი აზრი. რაც არ უნდა მოუწონელი იყოს ის ბიზნესისთვის. საქმეც იმაშია, რომ თვითონ რო გამოთქვამენ ას ეკლესიის წინააღმდეგ ეს თავისუფალი სიტყვაა და თუ რომელიმე მათ საწინააღმდეგო თავის ას დააფიქსირებს, ეს მათი უფლებების შელახვა არის. ასე რომ აქ საქმე გვაქვს რაზე ესე თავიანთ თავზე ძალიან დიდი შეხედულება აქვს. ზოგს ძალიან ნიჭიერი ჭკვიანი გონია. თავის არის ამ პარტავნების ერთგვარი გამოხატულება. ისეთ რა საზოგადოებაში როგორ ხდება ჭეშმარიტების მიჩქვალმა, ამის ერთ-ერთი მაგალითი გახოთ უდიდესი მეცნიერი კორნელი კეკელიძე. მე ღრმად ვარ გარწმუნებული, რომ არაერთი ტელემაყურებელი გაუცდება იმ სიტყვების შემდეგ, რასაც მე ვიტყვი. კორნელი კეკელიძე ეს არ იყო სამოქალაქო პირი, ეს იყო სასულიერო პირი და იმის გამო, რომ სასულიერო პირები იმ პერიოდში უნდა ყოფილიყვნენ მიჩნეულნი, გაუნათლებლად, ესე იგი არაფრის ცოდნეთ და სხვადასხვა კარიკატურული ფორმით უნდა გამჟღავნებულიყო მათი საქციელი, დაავიწყეს საზოგადოებას და დაუმალეს, რომ ეს სასულიერო პირი იყო. ესე რომ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ეკლესია შეინარჩუნა ის უდიდესი სიმდიდრე, რაც ესე იგი ეხება სიტყვასთან დაკავშირებულ ჩვენ ღირებულებათა სისტემას და ეკლესია ყოველთვის საქართველოს ინტერესების დამცველი იყო, მაგრამ ეს ბევრს არ აწყობს. კვლავ ვიმეორებ, რომელთათვისაც არაფერი არ არის მამული და ტერიტორიების დანაწილება და დაყოფა საქართველოსი, სულ არ აინტერესებს ენის სიწმინდე და ის სიტყვები, რომ რა ენა წახდა ეს ერი დაეცეს, ზოგი აქეთ პირიქით, აქეთკენ მიდის და არც სარწმუნოებისკენ მიდის. ჩვენ გაგვიგია ხშირად, რომ აი ეგრეთ წოდებული ანალიტიკოსები თავაზობენ საზოგადოებას, აი 60%-ით არ დადის ეკლესიაში და ამ შემდეგ და ისმის შეკითხვა თვითონ ისინი თუ დადიან ეკლესიაში. ანუ ადამიანები ეკლესიის საკითხებს ისეთი ადამიანები განიხილავენ, რომლებიც მტრობენ კიდეც ეკლესიას და საერთოდ არ საინტერესებს არც მარხვა, არც ლოცვა, არც სინანული, გარდა საკუთარი ამ პარტავნებისა. Ალბიძინა, თქვა წერაგზავეთ, რომ ფაქტობრივად ეკლესიას მისი დაარსების დღიდან ებრწვიან, ხო? და 2000 წელია უკვე აგერდა ეკლესია დღემდე მოვიდა და ის ქადაგებს იმ ჭეშმარიტებას, რომელიც თავად მაცხოვარმა იქადაგა. მაგალითად, ალბათ ისტორიულ ჭრილში რომ ვიმჩნევთ, არა, მას ებრძოდა ისეთი დიდი დამარბეველი, ასე ვთქვათ, ეკლესიისა, როგორც იყო თქვათ ნერონია, დიოკლეტიანი, აგერიფო, აქეთ თქვათ ლენინი. ეკლესია დღემდე დგას, ხო? რა მოიმკეს ამ ადამიანებმა რეალურად? ანუ ვისი კითხვა მინდოდა, რეალურად რომ შევხედოთ, ხო? ეკლესიას ვერაფერს ვერ ვნებენ ეს ადამიანები, არა თუ გარკვეული ჯგუფი. ისევ თავის თავს, რანაირად შეიძლება შეურაცხო ხა უფალი, ხო? შეურაცხყოფ ისევ შენ თავს და რაღაცა შევიკლებ, რაღაცა სიხარულს, რაღაცა სიწმინდეს და რაღაცა სისუფთავეს. აი რაში უნდა აწყობეთ? მე ვახლა გაუცებული ვარ, როცა დღესაც ხდება ეს ყველაფერი, რატომ? რასაც? თუ იმის ბრალია რომ ეკლესიის ავტორიტეტი ვერ აუტანია. არა, ფაქტია, იმიტომ რომ არ აწყობთ ეს, რომ ცხადია ხა და უნდა შეალახონ ეს ავტორიტეტი. ეს ყოველისა ვიტყვი რომ არათუ 80% უფრო მეტი არის უფრო მაღალი ეკლესიის ავტორიტეტი და ეს მომდინარეობს იმ რეალობიდან, რასაც ეკლესიის წყევსთავარი ახორციელებს ქვეყნის აკეთილდღეოდ. ესე იგი ეკლესია დღეს დაპირისპირებულ ძალთა შორის დამალაბალანსებელ ფუნქციას ასრულებს. მე შემიძლია თამამად თქვა, რომ უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არის სიმშვიდის ერთობის შენარჩუნების ურთიერთსიყვარულის სიმბოლო და ეს პიროვნებათა გარკვეულ ჯგუფს არ მოწონთ, იმიტომ რომ
არ არიან მშვიდობის მყოფელნი. მათ მშვიდობა სხვანაირად წარმოუდგენიათ. მათემოციკულის სიტყვებს გამიხსენებთ, გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს ზეგი შეაგინებს კაცს, ასე რომ რასაც არიტყვიან საწინააღმდეგოდ ეკლესიისა, ის თვითონ დაუბრუნდებათ მათ. რა არის ხა ჩვენი არაღი? ჩვენი არაღი არის წმინდა წერილი, ცოლოს ყოფილი ჯვარი და სიყვარული და მხილება მათი. შორსა ვარ ჩვენი მასისაგან, რომ რომელიმე პიროვნება დავასახელოთ და დაგვიფაროს არანაირი პიროვნული დაპირისპირება არ გვაქვს, უბრალოდ ჩვენ ვლოცულობთ მათთვის და არაერთი ადამიანი შემოbrunებულა უფლისაკენ. თუნდაც პავლე მოციქულის ცხოვრება გავიხსენოთ, ის სავლე გახდა და როგორ ებრძოდა მაცხოვარს, მაგრამ მან ბოლოს შეინანა. სწორედ ამიტომაც მოვიდა უფალი ყველა ადამიანისათვის და ის მისცემს დროს ადამიანებს სინანულისათვის, რათა მიხვდნენ თავიანთ სტომილებას და შემოტრიალდნენ, რათა არა კერძ ჯოჯოხეთისა იყვნენ, არამედ სასუფეველი დაემკვიდრონ. მამაო, აი ეს ადამიანები ჯგუფი ვთქვათ, რომელიც ინტერნეტ სივრცეში და ისედაც შეიძლება ებრძვის ეკლესიას, თავს მიიჩნევს საკმაოდ ინფორმირებულ, განათლებულ ჯგუფად და ადამიანებად თვლიან საკუთარ თავს და ეკლესიურ ადამიანებს ბრალსდებენ თქვათ სიბნელეში, გაუნათლებლობაში, უწიგნურობაში. მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით რომ მართლმადიდებლობა არის ყველაზე მეტად წიგნობრული რელიგია და ქრისტიანობის ქადაგების პირველივე წლებიდანვე რელიგიამ შექმნა შედევრების ხელოვნების სხვადასხვა დარგში და თვითონ ტერმინი განათლებაც ხო ქრისტიანობის წიაღში წარმოიშვა და ეს გარდა წიგნიერებისა გულისხმობს ასევე ქრისტეს მიერ ნათელსაც, რომლის გარეშეც ჩვენი წიგნიერება ნულს უტოლდება. აი ამაზე რას გვეტყვით და რას ეტყვით იმ ადამიანებს? იცით რა, ძალიან კარგია თუ ადამიანები ფლობენ საშუალებას სწრაფად მოიპოვონ ინფორმაცია, ერკვევიან ფიზიკაში თუ მათემატიკაში, ქიმიაში, აქ ცუდი არაფერია, მაგრამ როდესაც პიროვნებას ვერ შეუცნია თავის თავი და ვერ აღმოუჩენია, რომ მას გარდა ფიზიკური სხეულისა აქვს სული და არსებობს მთელი რიგი სულიერი ღირებულებები, რომ არსებობს ცნებები ისეთი, რომელიც მათ ჯერ კიდევ არ გაუაზრებიათ. თუნდაც ესე იგი ღრმა მეცნიერულ მიკვლევებს ჰქონდეთ, ანუ გაეცნონ ისინი და ადვილად გებულობდნენ ამას. რადგან თუ ადამიანმა ღმერთი ვერ შეიცნო, ის ვერ საკუთარ თავს ვერ შეიცნობს, თავის ადგილს ვერ შეიცნობს, აკეთებენ გითხარით, რომ ეს ცნობიერების ვექტორია შეტრიალებული, რომ ადამიანის ცნობიერება არა ღმერთისკენ არის მემართული, არამედ ყოფიერებისკენ, წამიერებისკენ. და აქედან მოდის ყოველივე ესე იგი მიუღებელი ფორმა ადამიანთა შორის ურთიერთობისა. ჩვენ ვხედავთ 21 საუკუნეში ბევრ სასიკეთო მოვლენას. თუნდაც ინტერნეტი და სოციალური ქსელი ცუდი არაფრით არ არის. როგორ შეიძლება სახლში არ გამოვიყენოთ დანა პურის დასაჭრელად ან რაიმისთვის, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით რომ დანა არის ასევე მოყდინების იარაღიც, ესე რომ გამოიყენებენ ამ იარაღს ადამიანთა სულის დასაყრდნობად. ეშმაკს აქვს ესეთი საოცარი თვისება, რომ მას სურს მთელი კაცობრიობის მოსპობა და ცდილობს რომ ზიარჭუჭელის პრინციპით თავის დონეს გაუთანაბროს პიროვნება. თუ ეს არის ამბარტავნების შეყვებილი პიროვნება, უნდა ეცადოს რომ განერეს ამბარტავნების ასე იგი ეშმაკს ან სისრუით, ან სიდის წამებით. და ყოველ ცუდი ის არის რომ ადამიანი დაჯერებული ამაში იქნებ განსხვავებული აზრიც მოისმინონ, იქნებ დაუკვირდნენ რომ ის მათი ცოდნა და ყოვლის მომცველია და ისინი თვითპარნი არიან თუ საჭირო გული გაუღონ უფალს და საჭირო ჩვენთან შემოვიდნენ საუბრად, ესე იგი პოლემიკაში კაი გაგებით რომ შეგვეკითხონ, იქნებ რაიმე საკითხი ისეთი რაც მათ არ იციან და ჩვენ ვიცით. თუმცა ხშირად ამას იყენებენ დაპირისპირების მიზნით. კადრების დამონტაჟებას ავიღებ, ესე იგი ამოიღებენ კონტექსტიდან რაღაც წინადადებას მიაბავენ. ეს არის მათი ბოროტ მიზიდულობა და განზრახულობა. ღმერთმა შეუნდოთ, ღმერთმა გამოასწოროთ და ღმერთმა დალოცოთ უფლის სავალ გზაზე. ჩვენ გადაცემდეს ხალხს მე მახსენე რომ მოვიჯექი ერთხელ ეთერში, როდესაც საშინელი ვიდეო ნახე და რაღაც აბსოლუტურად დამონტაჟებული ხა გამახსენდა რაც თქვით, რომ აბსოლუტურად ჩემი კითხვა სულ სხვა შინაარსის იყო და შემდგომ მოძღვარი რომელიც საუბრობდა ამ სტუდიაში და ისეთი რამე იყო გაკეთებული და მე თვითონ გამიჭირდა იმისი ცნობა, ხო? ნამდვილად მე ვიყავი მე და სულ ეს კითხვები და ნამდვილად ის მამა იყო რომელიც პასუხობდა. კეთილი, ამას შევეშვათ, რაზე მინდა კიდე გავამახვილოთ, ყურადღება მამაო. თქვენ წერა ბრძანეთ ასეთი რამ რომ სიყვარულით მხილება არის ჩვენი საქმე და ეკლესიისა, ხო?
მე მეტნაკლებად მივადევე ბოლო დროს, როდესაც მწითდებოდა ჩვენ ამაზე საუბარი ამ თემაზე, ამ გვერდებს ინტერნეტში გაჩენილ ყურადღება და მე რაღაცა ვკითხულობდი ამ სტატუსებსაც, როგორი პასუხობენ თქვათ მართლმადიდებელი ადამიანები, როგორია მათი რეაქცია და ხშირ შემთხვევაში მე მენიშნა რომ უფრო მეტად გამაღიზიანებელი არის ხოლმე, ანუ რაღაცა აგრესიულად აფიქსირებენ მორწმუნე ადამიანები თავიანთ პოზიციას, რაც მე ვფიქრობ უფრო მეტ ხელს აძლევს იმ ადამიანებს, ვინც ებრძვიან ეკლესიას ეთიკისას. ძალიან ძნელია ხო, მაგრამ მაინც რას ურჩევდით, რომ გონურული იყოს, რაღაცნაირად უფრო სიყვარულით იყოს ეს და ნუ დააწამებულებდნენ ცის, რომ რაღაცა ბრბოს მდგომარეობაში არიან და აგრესიულად პასუხობენ აი ამ შეტევებს. საერთოდ სიმშვიდე და სიყვარული ეს არის ძლიერი იარაღი, რომელთაც წინააღმდეგები ჩვენ ყოველ მანქანებას ეშმაკისა. მე აი ამ საკითხს ასეთი კუთხით მინდა შევხედოთ, რომ აი რატომ არის რომ ეგრეთ წოდებული პოპულარული და ესეთი ადამიანების რჩევები, რაც არ უნდა ჭკვიანური იყოს მე ჭყალებში ჩასვლა სიტყვას მიუღებელია. საქმე რა შეცით რომ მე-6 საუკუნეში მოღვაწე ღირსი ისააკ ასური ასეთ ესე იგი სწავლებას ავრცელებს და ასე შეგვაგონებს. ხორცილ სიამეთა მოყვარულთ და პირის პატივის მცოდნეთ ანუ მუცელ ღმერთებს, რომელთაც ამ ქვეყნიური სიამენი გაუხდიათ ცხოვრების მიზნად, ისევე არ შეშვენით სულიერ საკითხთა განჭხრება და მათზე ბრძნობა, როგორც მეძავს ქალწულების შესახებ ქადაგებად დავარდნა. ესე იგი ერის პიროვნებები, რომლებიც აფასებენ ეკლესიის მესვეულ თვითონ საერთოდ განშორებული არიან ყველაფრისაგან და ესე იგი თუ ჩვენ მოусმენთ მეძავს, რომელიც ქალწულებაზე ქადაგებს, უცებ იგივე იქნება, რომ ასეთ ადამიანებს მოусმენთ, თუმცა არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, პარალელს ვაკეთებ. მათი ცხოვრების წესი განმწიერებულია და სულიერ საკითხებს ისინი ვერ ხვდებიან. გავიხსენებ კვლავ უწმინდესი და უნეტარესის, თუნდაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ერთ-ერთ შეგონებას, რომელიც მან ეპისტოლეში სერი გააჟღერა, ადამიანები დიდ საეკლესიო დღესასწაულებს საერო კუთხით ხვდებიან. მე დარწმუნებული ვარ, ის პიროვნებებიც კი, რომლებიც ნეგით ალახს იხსვიან ეკლესიის მიმართ, ესე იგი მისამართით, ახლა აღდგომას კვერცხს შეღებავენ, ალბათ პასკასაც მიერთმენ, ღმერთმა შეარგოთ, საწინააღმდეგოარობოთ, მაგრამ ამას უბრალოდ ფორმალური დამოკიდებულება. განაღდგომა იმით უნდა, ესე იგი, ესე იგი ვიზე იმრო კვერცხი მოხარშოთ, ციტვათ ფერს შევღებოდა მე პასკა, ესე იგი, ეს ხო გარეგნული გამოხატული, ანუ სად არის ჩვენი სინანული? სად არის აღსარების აიმოში მონაწილეობა, ზიარება, დიდ ხუჩაბას ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს, საერთოდ მარხულობენ თუ არა და აცნობიერებენ თუ არა, განკითხვის სცენით არის შეყვებილი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენი იდეალურები ვართ, დიახაც როგორც მოციქული ბრძანეს სოფლთა შორის პირველი მე ვარ სოფლები ვართ, მაგრამ აქ არის კატეგორია, რომელიც ნანობს და ჩვენ სამ კატეგორიას მივეკუთვნებით, დიახაც 1000-ჯერ ვეცემით, მაგრამ გვაქვს რომ წამოვდგეთ და გვაქვს რომ გამოვსწორდეთ. სწორედ ამისკენ მოგვიწოდოს უფალი და ამისკენ უნდა აეროს ყველა. ძალიან დიდი მადლობა. იმით მაქვს რომ ერთ ადამიანს მაინც მოხდებოდა თქვენი საუბარი დღეს გულზე და სინანულში ჩავარდებოდა და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ყოველ შემთხვევაში რას ებრძვის ახლა მართლა რაღაცას შესაძლებლის მდგომარეობაში არის, აბსოლუტურად სიყვარულით ვამბობ მართლა და გულწრფელად წერანაც ვქით ახლა 2000 წელი ებრძოდენ ეკლესიას და დღეს დგას ეკლესია, დღეს არსებობს ეკლესია და ქადაგებს იმას, რასაც ქადაგებდა 2000 წელი. დიდი მადლობა დაგვეცეთ მან. მერთან დაგვეცეთ. შეგახსენებთ გადაცემის სტუმარი იყო წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია. გრძელდება ჩვენი